შენ უყურებ ძმაკაც და დღეს გვაქვს Range Rover-ის მეორე სერია. თუ არ დაატრიალე თავის მოხსნის პოზიციამდე, თუ არ მიიყვანე და ფიზიკურად ვერ ხს. ეგ ვიდეო შემიძლია ესე ვიჭირდება 1 საათი დავდო. იმიტომ რომ 3 დღე იყო. არ ვიცი, სად გადაფრინდა ამერიკაში ამ რენჯის ყოფილი პატრონი, მაგრამ არა და ერთ შეხედვით თვითონ არაფერი ჭირდა, ნუ? არა, გულმა სწორად მიგზნო. აი, როგორც ნაწილები არ იყიდება, ასევე აწყობის ტექნოლოგია არ მოიპოვება ინფორმაცია. ჩინური ნაწილებით გადაწყვიტე ამ რენჯის ძრავის აწყობა და ძალიან მაინტერესებს როგორ იმუშავებს. ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც არ ვიცი როგორ დასრულდება. შატორის კლასიშები გამოიყურება აი ეს, ხელით ტრიალისას. ერთი BMW გრუპი არის ხოლმე ორიგინალი, ჩვენთან რაც იყიდება და მეორე ეს Land Rover-ის ნაწილები. ეხლა ამას უნდა ვუყუროთ 1-3-ით. ამბობ რომ ძალიან ისე გადავედით სერიალებზე და სხვათა შორის მომწონს ეს სტილი, იმიტომ რომ რაღაცებს ადრე რასაც ვთილობდით ხოლმე რომ ერთ ვიდეოში გავაკვეხებინა და ძალიან ბევრი რაღაც ვერ ხვდებოდა. ეხლა ვცდილობთ რომ 5 ვიდეოში გავაკვეხოთ, ძალიან ბევრი რაღაც კიდევ ვერ ხვდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მაინც ხვდება. თან მომავალში იმდენ საინტერესო პროექტები გველოდება, დამიჯერეთ გველოდება, რომ ეს სტილი ისევ გაგრძელდება და ძალიან საინტერესო იქნება საომავლოდაც დარწმუნებული ვარ და ბევრს ძალიან ესიამოვნება და მოეწონება ამ ყველაფრის ყურება. წავედით. ეხლა გადავეშოთ თავით ვიდეოში და გადავეშოთ რა თქმა უნდა კიდევ ერთი რენჯის ბოქსში შემოგორების ცერემონიალზე, იმიტომ რომ რენჯი თავისით რა თქმა უნდა არ დადის და აი ბოლო დაშლის მერე წინა ვიდეოში რაც ნახეთ, ტრავერსი მივაყენეთ და მალევე გავაგდეთ, იმიტომ რომ BMW-ს მე-7 სერია რომ გავაცოცხლეთ, რენჯის მერია ის მე-7 სერია გაცოცხლებული, ანუ რენჯი მაგდროს უკვე გაყვანილი იყო და ნუ შესაბამისად უკან დაბრუნებაა საჭირო. ეხლა ამას უნდა ვუყუროთ 1-3-ით. დადი. და შენ იღებთან. ხო. გაია. მე დაატრიალებული თან გადაიღო ხარ? არ წოწოლა და გადაღება გამოვა. Ati შეგშებეთ. აჩეთი ხსეპლენი არა. აი, ანუ ეხლა რაც შეიძლება მარკი უნდა ავიღო და მე მარცხ. ვარ შევისო. მოთა ხო. მე დავიღალე, ეს დაიღლები. დაბაკალა, კაცო. ეს უთხით მაგარა გამოსწორდა მაგრაია. ლოცკა დაგაკაი დარგამულია რა. თორკი და სამი კაცი. Arco. ¿Cómo hagamos ahí, Pablo? Давай. ესე იგი, არ დაგოიწყდეს, რომ არხის პარტნიორი არის Lion Trans-ი, ასევე ჩვენი არხის გარდა Lion Trans-ი არის საქართველოში ოფიციალური პარტნიორი EAI-ის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოაუქციონი, ანუ Copart და EAI-ია, ძირითადი აუქციონები ამერიკაში და EAI-ის საქართველოში პარტნიორი არის Lion Trans-ი და ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით Lion Trans-ს აქვს ამ ეტაპზე აქცია, $7,000-მდე ნაყიდი ავტომობილის ტრანსპორტირება $100 TIAP-ი დაждდება, ვიდრე ჯდებოდა. ისედაც კარგი ფასი აქვს Lion Trans, ეხლა ეგ ისედაც ვიცით და საუკეთესო პარტნიორია რეალურად. როგორც ეს რენჯი, ამ წუთას რაც გზაში ყავს ის ავტომობილებიც, რაღაცები მაინც მოახერხეთ და გვყავს კიდე. და ასევე რაც აქამდე ნახეთ, Tesla, GL, მე-7 სერია, M6, რა თქმა უნდა, რომ Lion-ის ჩამოყვანილია. მანამდეც იყო რაღაც ავტომობილები, მაგრამ მათ შორის ის X-ებიც ადრეას, რასაც არხზე ნახულობდით, მათ შორის ყავისფერი X-ის გეხსოვებათ ფოტოში გაცოცხლებას ვცდილობდით, გაგრას Lion-ის ტერმინალთან ვიდექით და ვცდილობდით და მოკლედ ძალიან მიხარია ეს ურთიერთობა Lion-ის და ჩვენი YouTube ურთიერთობაშიც რომ გადაიზარდა და მხოლოდ დილერად არ დავრჩი Lion-ის. იმიტომ რომ ბევრი წელია ჩამოყავს და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. თქვენს გირჩევთ რა თქმა უნდა და ნუ EAI-ის და Lion-ის თანამშრომლობას გვაძლევს კიდე დამატებით $100 მინუს.
რენჯი როგორც იქნა შემოვაბურტყიალეთ, კი რა თქმა უნდა დავილეცეთ გზაში რაღაცები გქენით, მაგრამ როგორც იქნა შემოვიდა ბოქსში, ჩამოვიღეთ ისევ ახლიდან ტრავერსი, ჩაწყვეტილი ბოლტები მეტი აღარ გვიშლიდა ხელს, იმიტომ რომ უბრალოდ არ ქონდა და უკვე ჩაწყვეტილი იყო. შესაბამისად მარტივია ახლა უკვე ბოქსს ადაყენება ტრავერსის, შემოვაგორეთ ბოქსში და დავიწყეთ ძრავის დაშლა. Hai cosa c'è, Gio? Sì. Ma che c'è? Ciao, da un po' lo guardo. მე დავიწყო დაშვება. მაიცადი ჯიგა რა დაშვება და დაიწყო ხალხო ბიბული მანქანაში. ზე იმაზე არა გოგჩახსნი დაცო ძრავზე. სადა გაჩას? ძრავზე რა შეერთებია მოგეკითხები. ძრავს და ამოწინებია. მოიცა ეს რა ზევიდან რაც აკეთე. ხო. ძრავის ხარი შახსნია გიქა. ხა? რა? მე დავხვდა შახსნია წეს. აბა ამოწინ. ამოვიდა. მოა ეს იგი. ო, კაი. კარგად. Cadavor, amato. Oddio. Ეხლა ყველაზე მთავარი რა გვაქვს? დავუბრუნდით იმას, სადაც შევჭრით. ხუთი ამისთვის არის გამზადებული. კარგი, ხა? ისეთები დავუბრუნდით რამე არის. ხო, მე გამოვიდა. კი, სტარტავებული. რა, დირექტორი. ავებული რა? ხო, დირექტორი. არის. ამაკაშკატო. კაი, ეს როგორ მოხდა? ჩაკოქსილი ინჟექტორი ეს არის იქნება. მანქანა. წინაზე საფუძველი ინჟექტორს აქვს. ამაში ყური რა მოვიღი ჩემოს. ამაში ხედი თუ? ბინგო. ამაში ხედი რა მოვიღი. ო, რა სულთა. ვაბა. ეს რა არის? მაგარი სულთა. მართლა მოვიღე თუ რა? აი, ერთ პლუსი გავაკეთე. შენ რა ის გქონდა? შესავარაუდოდ მოიწოდო და მაგრამ ერთი შეხვედრით ძალიან კარგად გამოიყურე, რა უნდა გითხრა. კაი. აპო. მოდი ეხლა მოდი ვაჯიგარო. ჩემ და საბედნიეროდ საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა ძრავი, ანუ ძრავის დაუტრიალებლად უკანა გადაცემათა კოლოფის გიდრომობდა ისე უყენია, რომ ფიზიკურად ვერ მოსწრე. ხა მაგალითად არის მანქანები, რომლებსაც გადაცემათა კოლოფის მხრიდან ეხსნება მუფტის ბოლტები, ანუ მქნევარადან და ნუ მარტივია, მაგ შემთხვევაში გარედან მოსწრი, გამოიღე მე მქნევარას, ანუ მახავიქს მოხსნი ჩაულებრივ. როცა ძრავის მხრიდან არის ეს ბოლტები, თუ არ დაატრიალე თავის მოხსნის პოზიციამდე, თუ არ მიიყვანე, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ეხსნა. მოკლედ, აი ტანჯოწვალებაში ვატრიალეთ ძრავი, როგორც იქნა მოხსენით მუფტა, მე ნუ რა თქმა უნდა მქნევარას მომსაც უკვე შეგვეძლო, მაგრამ გადავედი წინა ბოლტის მოხსნაზე, წინა შკივის და წინა შკივის და ჩემი ურთიერთობა თავის ბოლტიანად ცალკე ისტორიაა, ცალკე ვიდეო შეგვიძლია გავაკეთოთ ძირითადად ქართულ YouTube-ში, კი არა და მსოფლიო YouTube-ში. ეგეთი ვიდეოები ვიდეოს ხოლმე რა, 1 საათი ბოლტს ხსნიან და ეგ ვიდეო შემიძლია ესე პირდაპირ 1 საათი დავდო, იმიტომ რომ 3 დღე იყო. 1 საათში ჩავატეთ. მაგრამ თავიდან დავიწყე ბოლტის უკუღმა მიმართულებით, უბრალოდ მოშვების მიმართულებით, ჩაოლებრივი ბოლტების მოშვების მიმართულებით ტრიალი, იმიტომ რომ უმეტესობა მანქანებს რომლებსაც ძრავი მიმართულებით ტრიალებს, ბოლტი ჩაოლებრივი მიმართულებით ეჭირება და ეშვება, მაგრამ Land Rover-ში გადაუწყვეტიათ, რომ მოკლედ ნახავთ თვითონ ვიდეოში რა. ესე ძალისმიერი მეთოდებით დავატრიალე ძრავიდან საპირისპირო მიმართულებით, რაც სარნავშობილია რა თქმა უნდა. ესე მდგომარეობა ზოგადად საპირისპირო მიმართულებით არ ატრიალები ხოლმე, იმიტომ რომ მეთხას არ შეიქმნა საბე პრობლემა. აკაბეთკა რაღაც ზავის ბეკა Давай, иди зря. Иди. აი სულთა ძრავებია. აკა ძეთი ესაა, კარგსა ხალდა ზოზე უჩნდა. რამე ოსლიგა. კაი, ეს მივიდა დაიჭირა. Tot unde Robert nu mag weer naar iets serieus mogen. Ai, bo. Zo, chai. Negocje, ze siłą tej masz, prawda? Maskara. Gdzie? Zachsiebek, taki fazon jest.
ო, კოჩი. რომელი ეს? თავში? როსიკო. ეხლა დაგვით რა? არ დაგვით. თქობა გვინდა იქ გავიდეთ ჯერხემში. რამე თუ გავიყოთ. -1 მეგობრებო. მოკლედ დავშალე დამრეთი. ეს დროს ხალხს არ არის. ჩინელები ეხლა ეს ხიან ჩასულდნენ ამას არ არის. აი რა გახოთ შეიცვალეთ. ეს თქო აღარ ხوارა ის მოდი. ხوارს. აღარ ისა ვიგაუკეთე. სადაც ალბომი შექინა გაუშვეს. არა ვერ დავიჯერე. მიდი ნახე გიხოთე. არა ვიჟე ზამთრა ეს თეატრიალები ვიგაუკეთე და რა. წემოზე უზით უეჭო. და უეჭო მულტინატრიალია. სხვა ფიზიკურად არაფერი არ მოწყვეტილა, არ გახუჭებულა. ხეაცა რატომ მოჭიდება ეს მოშობას. თუ მოიშვა, რატო არ მოიშვის ბოლომდე? რა აკეთო გაჩვენეთ. კი, ხო. ადვილად წამოვიდა პირიქით. ესე იგი აბრაყნე. ო. იარჯერა ხარ. გაკ მეამათი ეს იცხარი რა უნდა მოგბიჭო აღარ ბიჭო რა უნდა რა მნიშვნელობა ვაფშე სხვა მაქანი ისინი არიან დინგირ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 ინგiringgirин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 ggiringgirинggirинggirin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 gg
ბოლტის ისტორია ნახეთ ხო? კინაღამ რო ჩავწყვიტე კალენვალში, არა, დიდად არც ბოლტი მაღალობდა და არც კალენვალი, ანუ ეგრო წესი ეძრავი ყოფილიყო, ისეთი რომ ბერე დასაშლელასაც ყოფილიყო. მან დეგრი არ გავწირავდი და ცოტა ეს რა ქვია, ინსტრუქციას მანამდე ინსტრუქციას რა რეალურად ნაწილს მოძებნიდი კოდით შევადარებდი მე როგორ მიმართულებით ტრიალს და მარტივად ვიზავდი, მაგრამ რადგან ძალიან მეზარებოდა კატალოგებში ძებნა და პლუს ამ ყველაფერს არც ბოლტი მაღალობდა და არც ძრავი, უბრალოდ არც კალენვალი რაც იქიდო, იმიტომ რომ არაფერში აღარ გამოდგებოდა, დაუში და კიდევ კაი დროზე მივხვდი და უკან დავატრიალე. მაგას უკვე ნახავთ. ეხლა გადავედით შკივზე, რომელიც ამ შემთხვევაში გჭირდება. ანუ საჭირო ნივთია და შკივის დაზიანების სურვილი არ მქონდა. მაგრამ როგორც თქვი, ყველაფერი ისე არ მიდის ხოლმე ჩვენ როგორც გვინდა. ეხლა შკივის ამოფრესო. არა. მოდი ჯერ ჩავეს რეზინის შაქუჩი. თუ რეზინის შაქუჩი არ გამოვიდა, მე ამოფრესო ამოფრესო. ამის ნერვი არ მაქვს. ამ შემთხვევაში შინიდან დავქოჩევაში კარგი ბიჭი ვიქნა. არა. აქედან რა ვაწვევი? არ დამპერი უკენი რეზინი და იმ რეზინს შეაწვევ. სადაა ინსტრუმენტი? რა ინსტრუმენტი? ამის გამოსაფრესი. დააბინავეთ გუში რო გითხრა. მე გითხრა დააბინავეთ, დაშალეთ ხო მე არ ვიყავ. მოაკ. რაც თქვით, ზუსტად რა მოგონია კაი შეფუძო არა როგორც შეშე ისე უკან დათქვა ხო ანუ ვერ გამოვიდეთ ანუ მაგედან ეგარი და საერთოდ დაიძრათ მე მგონია რომ ეშკი გამბოლტებით არა და ეშკივი არის ამბობ შესაძლებელი არ არის გამორჩა სულ შესაძლებელი არა ჩვენ არც არ ვიცით ხე ეშკივის და ეშკივის არის აი კონსტრუქციაზე დამაგრებული ეს კონსტრუქცია არის ჩაფრესილი კანვალზე ჩვენ ეს კონსტრუქცია თვალებში ვმართ გემოდარები. ეშკი ხო გავუშვი. კი. იგივე ხორცს დავუშვათ და ცალ-ცალკე გამოვიდა. აზრი არ აქვს, ანუ ეშკი გავუშვით ამშვილს გამოვიყენებთ რომლებიც. ეს ესეთ კრიტიკულად გავუჩეული არ არის. კაი. რამე ნიჭი ერთი რა გვეუბნება. ისეთი რომელიც აქ ჩაეტევა. აქეთ იქ სამი ნახრატი ექნება და შუაში ერთი საკაიკი. ეს არის ბატონი ძვაკაცი. ჩემი ახალი გამოგონება. ბოდიში კანემოშ. კანემოშ მაიჩესველი. აბა, შინდობი. სათქნიცა. ჩემი ახალი გამოგონება პაპოს საერთოდ თარგმნს. მაგრამ მე ვთვლი რომ ამ გამოგონებას ეგ შეუძლია რაც შევჭირდება. შეიძლება შეუძლია, მაგრამ შეცვალოს. პაპო. ნაცრადი თორე მივადუღებ ხა ამას.
ეს თუ აი ბოლტებზე არ დავადუღო. როგორ დავამაგრო ეს იმ ბოლტზე. ეს ძალიან დებილური ვერსია მაქვს, მაგრამ ვაფშე არ მოგეწონა. ო, ეს ჩამოვდო და ხელი დავუჭირეთ. ოთხი არ მოგეწონა. ეხლა ამ შკივის ჩამოსვლა, შკივის ამოსაპრესის ჩამოტანა ზრადად ვერ დავავადები და თქობა კვადრატისგან კიდე ამის კერვა მეზარება. ის რო იყიდება ესეთი როგორ? ესეთი არის ზუსტად რა სამფერი. იმისი რო პაჩენიკის ამოსაპრესი. ბაზარი არა. თაღენი გამოიღე ეგრე. აი, და 27-იანი გავაკეთე. გავთიშეთ. დღეს დავკეთეთ. ხვალ დაგიბრუნდებით. ამის ამოსაპრესი ინსტრუმენტი არ გვაქვს და ფიზიკურად გავჩერდით. სხვა გზა არ არის. აი, მანამდე უნდა მოვიფიქრო გალოქა როგორ უნდა მოვსრა, მაგრამ ვერ ფიქრობ, იმიტომ რომ თუ მანდარ ნახე რა ხდება. თუ ცეპები არ დავშალე, ისე აზრი არ აქვს. არ მინდა კიდე რამე დავაზიანო, იმიტომ რომ ეშკივი სამაღოთ უკვე აღარ გამოიყურება მას შემდეგ რაც მე შევეხე. ამიტომ Range Rover-ს იდეაში სპეციალური ინსტრუმენტი აქვს, რომლითაც გაცილებით მარტივია ამ შკივის მოსწრა, იმიტომ რომ გამოსაპრესი მექანიზმი თავის ბოლტებზე და ზომაზეა მორგებული და იმ გამოსაპრესი მექანიზმით გაცილებით მარტივია მაგის დაშლა, მაგრამ მე სამწუხაროდ არ მქონდა, იმიტომ რომ ინსტრუმენტების ნაკრები გამოვიწერე მხოლოდ მეტკების დასაყენებელი და არა სრული Land Rover-ის, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა დავანებე თავი და ახავთ ახლა რაც გამოვიდა მაგის დაშლა აწყობისგან. Так, ესე იგი, რაშია ახლა საქმე? გუშინ ვეწვალეთ წინა შკივს ამოპრესვას და სამწუხაროდ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ფიზიკურად ვერ შევძელი, ვერაფერი ვერ მოუხერხე მაგ შკივს და დავანებე ბოლოს თავი, იმიტომ რომ ან უნდა დამემტრია, ან ინსტრუმენტი უნდა შემეძინა. ეხლა წავედი, შევიძინე. იდეაში შკივების და საკისრების ამოსაპრესია ეს მოწყობილობა. ჩვენ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ შკივზე გამოვიყენებთ გვიშველის. ესე იგი, იმედი მაქვს, რომ ზომაში წავა, თორე შეიძლება გამოვშტერდე ტყუილად ნაყიდი გამოგვივიდეს. ეხავე გაირკვევა არ მიდის ამის ტყუილად ვიყიდე. სულ ტყუილად ვიყიდე? ო, ეს კიდე პატარა. არც ეს არ მიდის, რა თქმა უნდა. ვამ! ეს შევიძინე სულ ტყუილად. მოდი ამას წავიღებ, უკან დავაბრუნებ, იმიტომ რომ ვერაფერში გამოვიყენებ. ეს თუ არ ამოპრესია მithakedan. ახ, ჩავდე ისევ თავის ყუთში და სხვა რამე ინსტრუმენტში გადავცვლი, იმიტომ რომ ტყუილად შევიძინე, ეგრე გამომივიდა. კაი, რადგან ეგ ტყუილად შევიძინე, მაშინ სხვა მეთოდი უნდა მოვიფიქრო ახლა აქედან მაგის ამოპრესვის. ყველაზე კაი მეთოდი და მარტივი არის ფლეითი ავიღო, ამ ფლეიტზე გამოვჭრა 3 ნახრეთი და 4 ნახრეთი დავადო ერთი ცენტრალური და აუ, მაგრამ ეზარება რა. მაგრამ მე მგონი სხვა გზა არ აქვს. ბიბივალკითაც ვერ ვიზავ, ვერაფრით ვერ ვიზავ. თან ჯანიანი ფლეიტი მინდა რა. აუ, ეხა მიდი ჩართე კემპი, პლაზმა, ყველაფერი, კაროჩე რა. ამი მარტივი მეთოდი. მარტივი მეთოდი. ვიფიქრე, მე მგონი ვიფიქრე, არ ვიცი, მაგრამ მაგ შემთხვევაში ინსტრუმენტები უნდა გავაფუჭო. ინსტრუმენტების გაფუჭებაც არ მინდა. რა შეიძლება რომ მოვფიქროთ. მარტივი მინდა რამე რა. რთული ვიცი როგორც უნდა გავაკეთო. რთული რა, დრო და ტვინი უნდა წაიღოს რა. მარტივი რა შეიძლება რომ გავუკეთო ახლა ამას. მიბივალკით შანსი არ არის ამის აქედან გამოხება. მაიცა. რა სიძახი. ეხლა ეს თუ აქ წავიდა შეიძლება გამოვშტერდე. რაღაც სისულელეს ვიგონებ კიდევ ერთხელ. რამე ცოტა მყარი მინდა. ძალიან დებილობას ვაკეთებ. სახში ეს არავინ გაიმეოროს. ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებ ეხლა მე. არა, არც ისე. თუ და არა ვერ დავბოლტავ აზრი არ აქვს. ცუდ რაღაცას ვაკეთებ თვითონში. სახში ეს არ გაიმეორთ. დებილობა მოვიგონე. იმედია არ გაისვრის. დებილობა მოვიგონე. გაისვრის აბარასწორ. იმედია არ გაისვრის. დებილობა მოვიგონე. იმედია არ გაისვრის. იმედია თუ გაისვრის, ძალწარე არ იქნება. ნეტა მე მაინც ვიცოდე რას ვაკეთებ. გამორიცხე ჩემო კარგო, ეს ამას აქ არ დაიჭერს. აუ ვიცი, ნახე ეხლა რა ვქნა. სიზარმაცე დამღუპელია. უარესი დებილობა, უარესი მოვიფიქრე. რამეს რომ მოვიფიქრე დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ არ ვიცი რა ვქნა. ბევრი ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრე, ისე ვერ გვიშველა. ცხელია. მოკლედ ვიპოვე BMW-ს
N63 ძრავის დაუმპაივების სამაგრი, გაუდიდე ნახრეტები, ეს ახალი ნახრეტი გავუკეთე და ცოტა ხანში ვნახავთ ეხლა როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. წესით კარგად უნდა იმუშაოს, просто გაგრილდეს, თორე ხელებს ძალიან წოვს. ძალიან ცხელია. აი, გავთიშე და დაგიბრუნდებით. 3 დღე ხო ვიწვალე მაგშკირის მოხსნაზე. და ბოლო კულმინაციური კადრი არის სასწაული. აი თქვენ ახლა უყურეთ ამ ყველაფერს და კულმინაციურ კადრზე შეიძლება აი გაგიჟდეთ, იმდენად მოგეწონოთ, იმიტომ რომ ავტოტრეკინგი კამერაზე ყოველთვის კარგი არ არის. აქვს. დაგიბრუნდით. იმედია ახლა გაამართლებს ეს ტექნოლოგია, კიდე ცხელია ბიჭო. ნახოთ რა გამოვა. ოღონდ 19-იანი სად დავთესე, ეგ უფრო საინტერესოა ახლა. ესე იგი, ესეთი რამე მოვიფიქრე. რამდენად ჭკვიანურია, არ ვიცი, თუმცა შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე რასაც ვაკეთებდი, ყველაზე მეტი შანსი ამ კონსტრუქციას აქვს. ნახოთ, ეხლა გამოჩნდება რა გამოგვივა. აბა ნახოთ. ახალი ტექნოლოგიით რა გამოგვივა. აბა ბაბო, გამოვა შენი აზრით, კამერას ნუ ეფარები? არა. რა? ო, მართალი ხარ. არ გამოვიდა. მაგრამ შენ არ გაგიგია? უნდა გამაიყვანო. პაპომ კი დაგთარს არ გამოვაო, მაგრამ უნდა გამაიყვანო. რა გაწყდება ნეტა პირველი? რას ფიქრობ? ეგ არის, კაი. იმენა ალილუია, როგორც იქნა. შკივი. როგორც იქნა შკივი. შენ თარ მაგ ეხა ორი პიონერული დავალება, ეს სად იყურება, ვის უყურებს? კარგად, შკივი მოხსნილია, აი შკივი. აი შკივი. როგორც გასწავლები, ანუ სეფერ მოხსენი, გასწავლები მოხსენი, ცოტა კამერა დაждდა და ყველაფერი ვერ გადავიღე. აქ ახლა გამოვიდა, მე მგონი გალოქების ახდის დრო ნელ-ნელა და შეგვიძლია დავიწყოთ გალოქების ახდის პროცესი, წინიდან დავშვიდი ერთადასაშველი. არა, მეგონი კარტელის გეძა. რა, იმდენად მომწონს, რომ ანუ შეიძლება დაანგარბო. უჩველი საწოვის ხრიდან არის ეს პრობლემა, ეს სხვა ლოკოს. ამ ძრავში მე ხა ვერაფერს ვერ ხედავ, რომ სხვა რამეს გამოიწვია აქ ეს პრობლემა და ესეთი ზეთის პატრონი მოიტაი შეიძლება მომდარო. ესე იგი, რა თქმა უნდა, ეს წინა მხრიდან და წინა მხრიდან გარეთ ხარებიდან დასვლას და ხის გარედან შიგნით. ნებისმიერი ზედაპირი რომელიც იჭიმება, ყოველთვის იშლება გარედან შიგნით და იწყობა შიგნიდან გარეთ. მოსალოდნელი სასწაული არ ხდება. საბოლოო ჯერში. კამერას ანახები ეს ხო? სტრუშკა არა აქვს საერთოდ. შეხედე რა მაგარ მდგომარეობაში. აი რა წესავი. აი სტრუშკა აქვს. გალოკაზე ნაუმორის არაფერი ეთქობა. ზამკაი გალოგებია. ლოკიც საერთოდ შესაძლებელი არის პატარა ნახაზები აქვს რა. მაგრამ ახალგაზრდები ჩავუძე. თავია ეს კანონი შეიძლება დაზრიალებული და კანონი თუ გადარჩენილია ნიგრიალე ოქრო. კაი, წავედით ხეთრი მოსიეთ, მე გადავდით წენზე. დავიგრიეთ. ვა, ძალიან მიხარია, აუ გეხვეწები კალენოვიში არ იყოს დატრიალებული რა. მეტი არ მინდა აქ. დაგიბრუნდებით. ცოტა ყავა წუთი შესვენება და ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად. რეჯერიც დადავაში. მაგიდა. მაგიდას ისიჭეს თვითონ. არ მინდა ხელი რატო აწვევ? ახლა ეხლა რა გქონდა? ხელი გეცე წინდან უკან მიეხმარე რა წინდა. ო, ეგრე რა. ეს კარტელი არ გამოუყვა. Sonra magida şehriye. İse gadam yerler o köfte suyundan yapıyor. Soashi kadboga. მოკლედ Range Rover-ისთვის სასურველი ზომის ვოლტები დავჭერით.
რომ მე სტენდზე დავამაგროთ ძრავი. ახლა სტენდზე დამაგრების დროც მოვიდა. იმედია ყველაფერი წარმატებით. Зараз знову хвилююсь. Зараз секунду, да? О, шатуни. Дай мне соль, сюда боксени. Зачем? Есть экстрем, а? Это, кстати, это BMW каталог для карма, да? Роберт Болтис админизм было. ორიგაცია დაიმოწმოთ, პრომეტი შანსი გვაქვს, ვიდრე ვაფშე შევდადებს. წავედი შესვენებაზე. ჩაო ბამბინო. მოგეთ გავაგზავნეთ ძრავის დაშლა. ეხლა კი ნახავთ რაც დაგხვდება დანარჩენი, ანუ შიგნეულობაში და სამწუხაროდ ბლოკიც და კალენვალიც ერთი და იგივე გზას გაუდგა და კიდე ძალიან ბევრი დეტალი რომელსაც მან ნახავთ და მოვიდა ახალი ძრავის აწყობის დრო. უბრალოდ მოვიდა იმ გადაწყვეტილების მიღების დრო, როგორ გავაკეთოთ ძრავი. და მაგ ძრავის გაკეთების გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძნელი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ძვირზე მიდიოდი. ეხლაც ძალიან ძვირზე წავედით, მაგრამ ეხლა თან კითხვის ნიშნები გვაქვს რა იქნება არავინ არ იცის. და პლუს ამ ყველაფერს იმის გარდა რომ ძვირზე წასვლა არ მინდოდა, პლუს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ანუ ყოველთვის საინტერესო იყო ეს ყველაფერი როგორ იმუშავებდა და ამიტომ გადაწყვიტე ძრავი ამეწყო ჩინური ნაწილებით. ოღონდ მართლა ჩინური ნაწილებით, ანუ განაისრა ჩინური ბრენდია. არა, ჩინური, აი ნაღდი ჩინურია, ნაღდი ჩინურია. ეს რა ტექნოლოგია რა. აკცენტებს. ერთო ვონერა. დაჟე არ დაშალვესიო. მოდი რა გავაკეთოთ რა. აკცენტებს რა. ალანსაძრის მიხდი უარი მას. ამ დაბალანსებული შეჩემოდახე. ამას რა გაწყვეტს? რა დავარ? აბა მოდუსტური შეფერდი. ნამათე. ეგაც მო კარგია იგა. ეს სეზონში ეს გაჭედილია, ეს გაჭედილია. გაჭედილია ეს შეც. კაია. მიდი ჰა, მიდი. მოხსენი. მართლა მოხსნა. მართლა ხო? ჩამოვყავთ პორშინი. ჯო ისე როგორ დაიმტრო რომ პორშინი ამოთხმული არა აქ იმას ვერ ხვდები. ეს გადარჩენილი შეინახე გავჭირდა. შეჟი არაფერი არ ისე. არა შეძობა. просто შავად შეღება ვიღაცა. პულიზიტორ ერთ შავად შეღება. ხო ვერ ვასწავლე ამ შეღებილია. პორშინი დადის ბიჭო. პორშინი დადის. ხო ჩამოვა. მოდი კიდე. ხელი ეგრე ვერ მოვა. მოდი გავიგე. რასიზე პორშინი ხელი გამოვიღე? პორშინი. რა. საალო ჩვენ. ой, ჩვენ კაია შეჩი. გარეცხად და სანამ ძრავის აწყობაზე გადავიდოდით, უბრალოდ როცა გადავწყვიტეთ უკვე ძრავი როცა დავშალეთ უკვე და გადავწყვიტეთ რა უნდა გავაკეთებინა, ნაწილები გამოვიწერეთ და სანამ ნაწილები ჩამოვიდოდა, მეთქი ბარემ სანამ ძრავს ავაწყობთ და ნაწილები ჩამოვა ძრავს ავაწყობთ, ბარემ დისკებს მივხედოთ, წავიღეთ დისკები გასაკეთებლად და არ ვიცი სად გადაფრინდა ამერიკაში ამ რენჯის ყოფილი პატრონი, მაგრამ ნახავთ ახლა დისკები რა მდგომარეობაშიც იყო, წავიღეთ მე თერმულად შესაძლებად ეს დისკები და დროზე რომ დავფიქრებულიყავი, ალბათ ჯობდა პირდაპირ წავსულიყავი და რენჯის სხვა დისკები მეყიდა, იმიტომ რომ ბევრად იაფად გამომივიდოდა, ვიდრე ესე გამომივიდა შეღებიან გაკეთებიანად ძალიან ძვირი დაждდა და რეალურად არ ღირს ეს დისკები მაგდენი ანუ მეორადი რო იყიდო ნუ უბრალოდ ამ მდგომარეობაში არ იქნება ეხლა ახალი დისკი გვაქვს ეს არის ეხლა ახალი გვაქვს მაგრამ ნუ არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში რო გვეყიდა და ამიტომ გადავწყვიტე ისევ მაინც ვეთქი აი როგორ იყო იცი რომ გავაკეთო გარ გავაკეთო იქნება გამოვიდეს არ გამომივიცი არ მიცე კაი ცხოვრება იქნება მოვიდეს და აი ჯანდაბას მეთქი გავაკეთოთ რა სხვადასხვა ყოფილი ვარო გავაკეთე იმიტომ რომ ნორმალურად გამოვიდა პლუს ამ ყველაფერს კასტომერშიც წავიღეთ ნაწილები ანუ მოდი კიდე ერთ ლოგიკას ახსნი დისკებს რატო უღებავ ხოლმე შავად ზოგადად მე შავ დისკს ვერ ვიტან ანუ მანქანაზე ვერ არ ვთვლი რომ შავი დისკი საერთოდ უნდა იყენოს მაგრამ შავად
ვღება ხოლმე დისკს, როცა მაქვს ცუდი დისკი, რომელიც არ მომწონს, არაფერში არ წერია, არაფრის თქმელი არ არის და შავად როცა იღებება შავ მანქანაზე მით უმეტეს, საერთოდ ჯამში სურათს ისეც ქმნის, რომ რაღაცა დასრულებული კომპოზიციის სახე აქვს. იმიტომ რომ ჩემთვის ავტომობილში დაახლოებით 80% ვიზუალიც არის დისკი, 70 მაინც როგორც მინიმუმ. და როცა ბანძი დისკი აქვს მანქანას, არ მიყვარს და შავი დისკი გაგრას არ ჩანს, როცა შავად არის შეღებილი, ანუ ძალიან მაგარი დისკიც რო იყოს, უმეტეს შემთხვევაში ან თუ ახლოდან არ დააკვირდით ესე არ დაათვალიერე, არ ჩანს რომ კაი დისკია და არც ის არ ჩანს რომ ცუდი დისკია. და ყველაზე დიდი პლუსი ეგ არის, რომ არ ჩანს და შავი დისკი როცა გიყენია, ყოველთვის არის შავი და რაღაც შავი დისკი გაქვს. წარმოდგენა არ მაქვს რაც ის რა. დგას კაი კლაუნი. ვაფშე არ მithქვას ესე იგი მიარსად. ხო პირდი. ესე იგი მოიწ. აუ თენგი ყველა ესე იგი ჩამისი რა. ნუ ვიღაც ამერიკას საკაიფოდ ჩაურტყია, ხო? სიყურე. რა ბრძოლა დაჭირდა დისკეს, რომ დისკი გამოსულიყო. არა და ერთ შეხედვით თვითონ არაფერი ჭირდა, ხო? არა, გულმა სწორად მიგზნო მე. ეს ორი წამისი. და არც პარკი დაჭირდება, აი ამ იქნება ბამბუჩა. დისკების დატოვების დროც მოვიდა და იმედია ისეთი გამოვა როგორც გვინდა. ზაზამ კი ბევრი იწვალა. ეხლა რომ დახედავ დისკს მიხვდები რაც ჭირდა. ორი ცალი იყო ძალიან გაუბედურებული. ერთი ეგ. ვასპიორკაზე იყო გაღუნული. ვიღაც ამერიკელი მაგრად ჩავარდა სადღაც. ამხელა ქიმები და თან ამხელა საბურავზე დგას. არ დაკაწრო ბაბუ. ეგ არის რა. მოგრედ გვინდა პრიალა შავი. ესე იგი, რენჯის ნაწილების გატანის დროს დადგა. ბოქსეთთან ვარ, ეხლა მოსული ცოტა უჯიშოდ გიდგა ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ფიზიკურად ბაგის ჩარჩო თუ ვირმე გავიდა შევარდები. მოვიწერე ეს ნაწილები ყველაფერი. ეხლა კი ნახავთ განყუთვას მაგ ნაწილების, ბლოკი ვიყიდე მეორადი. მეტი ისეთი რა შევიძინეთ, აქ ადგილობრივად მეტი ისეთი ძირითადად არაფერი არ შეგვიძენია, მაგრამ ეხლა ნახავთ ნაწილების განყუთვას და გადავალთ ძრავის აწყობაზე. ესე იგი, ჩვენი როგორ იწყება ხოლმე? ესე იგით, ხო? ხო, ჩვენი რენჯის ნაწილები ჩამოვიდა. როგორც უკვე მოგეხსენებათ, არ ვიცი მოგეხსენებათ თუ არა, მაგრამ ჩინური ნაწილებით გადაწყვიტე ამ რენჯის ძრავის აწყობა და ძალიან მაინტერესებს როგორ იმუშავებს. ანუ ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც არ ვიცი როგორ დასრულდება. ნაწილები ყველაფერი. ნაწილი კიდე რაღაცები ჩამოსასვლელია, მაგრამ შემოტანილია ბოქსეთის მიერ. ესე ამ პროექტზე დაგვიძმაკაც ტრენდა მოდითო რა, ჩვენ დაგეხმარებით ნაწილების ჩამოტანაში, რადგან მაგდენ რაღაცას მოათრევთო. და მეც ახლა რა თქმა უნდა უარს მაგ შემოთავაზებაზე არ ვიტყოდი და ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ რომ ბოქსეთი დაგვიდგა გვერდში ამ ნაწილების ჩამოტანაში. ბოქსეთი არის გადამზიდი კომპანია, რომელსაც ჩამოაქვს ამანათები თურქეთიდან და ამერიკიდან და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე ძალიან რაც მომწონს, ნუ იმის გარდა რომ ძალიან სწრაფად ჩამოვიდა კვირაში 3 რეისი აქვს ამერიკიდან და ასე შემდეგ და იდეაში სხვა კომპანიით ეხლა პარალელურ რეჟიმში რა ნაწილებიც არ არის ჩამოსული, გამოწერილი მაქვს სხვა კომპანიით, რომელიც ერთი და იგივე დღეს ვიყიდე და აქედან ყველაფერი ჩამოსულია, რაც უნდა ჩამოსულიყო და იქიდან ჯერ მოსაკითხათაც არ არის დაურეკია, ალბათ 1-2-3 დღის მერე ის ნაწილებიც იქნება. ანუ მართლა მალე ჩამოვიდა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. მაგის გარდა კიდე მე რაც ყველაზე ძალიან მომწონს, არის საქართველოსდან ამერიკაში გაგზავნის სერვისი აქვს, თავის ტრეკინგით და ყველაფრით და იდეაში ონლაინ ბიზნესის კუთხით, ანუ ისეთი პროდუქტის გაყიდვის კუთხით საქართველოსდან ამერიკაში, რომელიც იდეაში იქ არის შოება და საქართველოსდან შეიძლება რომ გაიყიდოს. ერთ-ერთი ძალიან კაი საშუალებაა eBay-ზე და ნუ სხვა წყაროებით გაყიდვის და იდეაში ანუ ვისაც ის პრობლემა გქონდათ რომ ბიზნესი მეც მიფიქრია რა მაგ ბიზნესზე რომ საქართველოსდან რაღაცა გამეყიდა და გაგზავნის თავარი პრობლემა იყო იმიტომ რომ არის რამდენიმე გამგზავნილი კომპანია ყველა ძალიან ძვირი ღირს აქ ფასიც ადეკვატურია და რეალურად ჩატანის პირობები ძალიან კარგია. მოკლედ ახლა მოვრჩით ბოქსეთის სქემაზე და წავედით unboxing-ზე. განყუთვაზე როგორ ქვია განფუთვა განყუთვა გაინტერესებს რა არის მეც ერთ სული მაქვს ნახო რა არის ეს რა არის არ ვიცი რა არის ჩვენ არ გვიხება E46 M3-ის კაროკის ეს არის ელექტორია. მამას ახლის წამოვაღე. თუ ბლიან. ესე იგი. შენ ნაგავის გადაყრაზე იქნები.
ნახე, ამას უყურე, აბა. მე ეს ის არის, რა ქვია, არა შეჩება. ეს ის არის, BMW გრუპი რო აწერია ყველაფერს რა. ამ შემთხვევაში Land Rover-ის ორიგინალი ნაწილებია, ზედა წერია. ერთი BMW გრუპი არის ხოლმე ორიგინალი, ჩვენთან რაც იყიდება და მეორე ეს Land Rover-ის ნაწილები. ოპა, ცეპების კომპლექტი ორიგინალებია, ძმაო ყველაფერი. რა სიძახით. ისენ სამათ რა უთხარი, რაც ეს ორიგინალია. ნუ სხვათა შორის ცუდი არ ჩანს ეს რა არის? ფირმა გადაშლილია. აუ არ მჯერა, არა. არ მჯერა რომ ეს ორიგინალია, გამორიცხულია. სადაა? ვაი, აბა ორიგინალი დეტალი. არა, კაცო, რა ორიგინალი ვერაჩინეთია. სუნხუივჩაია. არ არის, არა, დამჯერე. ეს ყოველ შემთხვევაში არ არის ორიგინალი. ეს უეჭველი ვიცი რომ არ არის ორიგინალი. არც ეს არ არის. არ არის, არა, პაპო, ეს უეჭველი ვიცი. ხო, ეს ფომოკო არ არის ორიგინალი უეჭველი ვიცი. ეს ყოველ შემთხვევაში. ცეპიც რო გითხრა რაღაცა საამაყოდ გამოიყურება თქო და ორიგინალს გავს თქო, მაგრად მოვიტყურე. თუმცა აქვე დავზენ რომ არც ორიგინალი არ გამოიყურებოდა საამაყოდ. ცეპი, მეორე ცეპი, კბილანა, ორი დამჭიმი, მესამე ცეპი, ქვედა დამჭიმი, ზედა მიმართველები, კიდე ერთი კბილანა და კიდე ერთი კბილანა. ანუ სრული კომპლექტია, რაც გვჭირდება. მართალია თქვა საამაყო ხარისხის ვერ არის, მაგრამ ზად Land Rover-ის ორიგინალი ემბლემები აქვს. ო, აქ ისე უნდა ვქნათ, რომ შიგნით არსებული ტრუბკები არ დავაზიანოთ. ო, რა ტრუბკებია და მე და შე რომ დავამტვრიეთ ეს ტრუბკები. ერთი ეს და მეორე ეს. ჩვენ რომ დავლეწეთ ეგენი. როგორი უნდა იყოს ახალი და როგორი არის ხოლმე? როგორი არის ხოლმე მეორადი. так, შემდეგი. ო, ეს ცოტა მძიმე მოდის აქედან რაღაც. ოპანა შაფტუნა შაფტუნებია 6-ვია 6-ვია ეხება ვა რაღაცა ნორმალურად გამოიყურება რა თქმა უნდა ორიგინალი არ არის მაგრამ ნორმალურად გამოიყურება ძალიან საინტერესოა ეს ძრავი როგორ იმუშავებს აი ძალიან მაინტერესებს გადადით სადმე თუ შეიძლება ეს მე მგონი პორშინები იქნება ძიმია საკაიფოდ ხა პორშინებია არაფერი არ წერია ამას არაფერიც არ წერია მაროგო ნუ ისრების გარდა საკმაოდ დაბალი ხარისხია მინდა გითხრა ასე იგი ეხლა მაშინ ახალი დასკვნა გამოვიტანე რომ ჩინური ნაწილები Land Rover-ის სხვადასხვანაირი არსებობს და სხვადასხვა ხარისხი ჩინეთშიც. ესენი ყველაფერი დასახსნელი იქნება, დასაზაზურებელი იქნება. ეს პორშინები ახლა ბლოკთან ერთად უნდა წავიღოთ. ჩვენ თვითონ დააზაზურონ. კოლცოვი ხო არ მოხსნა და ისე ხო არ წავიღოთ. ეს პალიცინე და გაცხელები ჯდება თუ პირდაპირ ჩადის. სავარაუდოდ გაცხელებით იქნება ეს პირდაპირ ესე არშია. ო. შავიდა. შავიდა, კაი ტყუილად ტენი ახლა. რეამის გამოღება იქნება აქედან საქმე. ხო თქვი. ეს ტყუილად ჩამოვიტანე, იმიტომ რომ კიტი რაც ჩამოვიტანე, იმასაც მოყვება ეს. Land Rover-ზე ვინმეს დაგჭირდეთ 1 წელი ზედმეტი მაქვს. ეს არის ზეთის რადიატორიდან წყლის კანალის გადამყვანი, იმაზე რა ქვია, წინ კორპუსზე. კლადიშები, რა თქმა უნდა, არც ბრენდი, არც სახელი, არც გვარი, ზედ არაფერი არ აწერია. კლადიშია რა. ეს საკმაოდ უხარისხო რაღაცა. სტანდარტი 306 ცხენი აწერია. ხოდ მართლა. ალუმინის ზედაპირით არის, ანუ ესეთია. საქართველოში ავტონაწილების მაღაზიებში რო კინგები და კობაშმიტები იყიდება დაახლოებით ეგეთი. აბა დაგაინტერესებთ, რატო ვაწყობთ ამ ყველაფერს ჩინური ნაწილებით, ხო? ლოგიკური კითხვა გექნებათ რა, ანუ რა მიგიყვანა აქამდე. და მარტივად შემიძლია ახსნა რა მიგიყვანა აქ. ორიგინალში Land Rover-ი. რატომაც არ Land Rover-ში გადაწყვიტეს, რომ ორიგინალში არ უნდა გაყიდონ არც კალენვალი, არც შატონი, არც პორშინი, არც კლადიში, ცალ-ცალკე. არც ბოლტები მათ შორის. იყიდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება Land Rover-ისგან ეგ ყველაფერი, ზბორად ბლოკი, ანუ ესე აწყობილი ზბოკი, კომპლექტური და დაახლოებით 10000 დოლარით პლუს იღირს და საუკუნე ჭირდება ჩამოსვლას, ამიტომ რა თქმა უნდა ეგ ვერსია არ განიხილებოდა, ამიტომ ჩინური ნაწილებით ისე როგორც მთელი სამყარო აწყობს, არის ხოლმე ამბობენ რომ ორიგინალი გვაქვს და ჩინურია ისიც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთელი სამყარო ამ ჩინური ნაწილებით აწყობს, უბრალოდ ჩინურების ხარისხშიც არის ხოლმე. მე ხა ყველაზე დაბალი ხარისხის მაქვს, მე მგონი ყველაფერი ნაყიდი და არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს. ეს იქნება ზეთის ნასოსი და ნამდვილად. ნამდვილად გახლავთ ზეთის ნასოსი. ნამდვილად გახლავთ ზეთის ნასოსი, სუმშრალია, ტრიალებს. აღარ ტრიალებს გაიჭედა. გაიტრიალებს. просто ზეთი თუ არ ჩავასხი თუ არის იგი. ანუ ზეთი უნდა. თუ რეიჭედება. იმედია ზეთი როცა ესხმება მე აღარ გაიჭედება. აი ამ ყველაფერმა ერთად თუ იმუშავა.
შეიძლება გამოვშტები. აბა აქ რაღაცა დიდი და მძიმე. ეს ის არის. ინსტრუმენტების ნაკრებია. ეს არის ინსტრუმენტების ნაკლები არა, ნაკრები. უთე კიდე წალტინა. საკრები, მაკრები, კაკლები. რასრულების დამჭერები, ბალანსირის ინსტრუმენტი, რომელთაც ბალანსირი უნდა დააყენოს ზაზორში. ეს კალინოლის დამჭერია თუ სწორედ მახსოვს. მან უნდა იდო. სანამ იდოს ადგილიც არ აქვს. მან მართალი ხარ. და ეს არის ინჟექტორის ამოსაღები. ამოსაპრესი, ვიბიოლკა. ჩვენ რო ვიწვალეთ ინჟექტორებზე ხო გახსოვს? ეს ოქონდა არ ვიწვალებდით, იმიტომ რომ ინჟექტორს თავის ადგილზე დავაყენებდით. ანუ ეს დახრილი მაგიტო არა, რომ სწორედ ვერ ამოგა. და გავდა ამოვაგდებდით, მაგრამ ჩვენ ყველანაირი ძალის მიერ მეთოდი გამოვიყენეთ და ინჟექტორი ძალით გამოვიღეთ. იმედია ეს ყველაფერი სწორედ შევიძინე ამ შემთხვევაში მაინც. და ბემეში სამაგიერო. კაგია სამაგიერო ძველიან 63 საწყობარო დაგჭირდეს გვაქვს ნაკრები. так, აქ უნდა იყოს პრაკლატკების ნაკრები წესით. გახლავთ, ეს არის შუასადებების ნაკრები და იმედია გალოკის შუასადები ესეთი გადაღუნული არ იქნება. რაღაცის შუასადებები ზედა ხუფის სალნიკი, კალინვალი, მეორე სალნიკი კალინვალის უკანა მხარე. იბატონი, ეს ისევ ზედა ხუფია მეორე, ესენიც ზევით მიდის, ეს არ ვიცი სად გეომარა გავარკვე, რაღაც მანჟეციკ სალნიციკები ბევრი გვაქვს, კიდე მანჟეციკ სალნიციკები ბევრი გვაქვს. იყო დაღუნულთან დაკავშირებული. ამასაც გავარკვე. კრაპნის სალნიკები, გალოკების წასაღები გვაქვს. რომლის სალნიკები ჩამოგვივიდა, ეს ზეთის კორპუსის არის. ეს არის ზეთის ფილტრის, ეს ზეთის კულერის უფრო სწორედ. კულერი ჯერ გზაშია, ეს არის გამშვების და ეს არის ზრავის თავაკის შუასადებები, იგივე გალოკის პრაკლატკები, რომელიც გამოიყურება როგორც გალოკის პრაკლატკა. არც ისე საამაო ხარისხი ჩანს, მაგრამ ამაზეც იმედს ვიტოვებთ, რომ იმუშავებს. მოკლედ, ანუ ამ დროს იმედიანად ვაწყობთ რა. თან მთელი პრიკოლი ის არის, რომ ამ მანქანას ვიტოვებთ. ანუ ეს მანქანა ჩვენ ხელში იქნება საკმაოდ დიდხანს. და შესაბამისად, ანუ მაგიტო გადავწყვიტე და გავრისკე ესეთი ნაწილებით აწყობა, რომ ჩვენ ხელში იქნება მანქანა და იდეაში სრულფასოვანი ექსპერიმენტი გამოგვივა. რამდენიმე წლის მერე თუ მოკვდა, გეტყვით რომ მოკვდა. ტაქს, აბა მუხლა ლილვის გასახსნელად გვჭირდება პლასკო. იმიტომ რომ თითი მეტკინა. ბოქსეც კიდევ ერთხელ მადლობა. როგორ დავისვერი ხა თვალსადახელში წერო, სულ დავიდექი. ტადამ! ტადამ! მართლა ოქროსფერია. გაცია ხუთი. ტადამ! ეს როგორ უნდა მოურეცხოთ? არა, ის უნდა რა, მეხსნარი გვინდა რა. სხვა შორის მართლა დაცულად არის ისია რა. მინდა რომ ნახო როგორია ზედაპირი. კი, კარგია. რამდენად კარგია. მაგრამ ამის გარეცხაზე კარგად გაერთობი. შემოგვიდება. ეგ არის. იმედია გაღუნული არ არის თან. მაგას უკვე ბლოკში ჩავდებ და დავატრიალებ ვერ ეკითხოთი. მოკლედ, ნაწილების განყოფა მოდი დღეს ამით დავასრულოთ. ისე ეხლა ამასობაში. მიწერთ ხოლმე მალმალი დადე. ანუ ისეთ რეჟიმში გვიწევს რაღაცების კეთება. რომ ამ წუთას თენგო M6-ის მე 5 ვიდეოს ამონტაჟებს. თქვენ ამ დროს უკვე მე-6-ს რანახი გეკნებათ. შეიძლება მე-7-ს, ოღონდ მეც არ ვიცი ჯერ. მაგრამ სიტუაციას რომ ვაკვირდები, შეიძლება ეგრე გარვითარდეს მოვლენები. კაი, ეხლა რაც შეეხება თვითონ პორშინებს. ოპა. ქარხულ მეორად პორშინებს რო ვიღებ ხოლმე, ახლოსაც არ არის არც ერთი ესეთ სიზუსტესთან. ახლოსაც კი. ოკეი. ერთი უზარმაზარი პლუსი აქვთ. დიამეტრი იდეალურად ზუსტია. აბლიცოკა ციპოვე. მაროტო. ეგ წინა ვამპერი იყო. ესე იგი იწება ხო ჩვენი ყველა ვიდეო. ხო, ბოქსში მობზნილი M6 არ გვეყო და ეხა რენჯი გვაქვს ბოქსში მობზნილი. ისე რომ გავაკეთოთ ხოლმე თავიდან ბოლომდე ვარ დავშალოთ შეგვიძლია? მოდი ესე წამაღებინე, მოდი მე გადავიღებ შეცაიღე. ესენი მანქანაში ჩავდოთ, მოკლედ. ახადე უკვე? ყაჩახ.
ის ნაწილები რაც ვერცხლისფერი აქვს, იდეაში მთლიანად მინდა გაშავება რა, მანქანის მაქსიმალურად რა დეტალების გაშავებასაც შეუძლებ. ამიტომ შავი და შავი, ეს რენჯი იქნება სულ შავი და შავი. ამიტომ რაც ვერცხლისფერი დეტალები ქონდა, ყველაფერი დავაცალე რა ისა. დისკები ხო შეღებილია, ესე გვიწყია. დისკები არ გვაქვს აწყობილი, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია. ჩვენთან ხო სამურავების მონტაჟი, დემონტაჟის მექანიზმი უცნაურად გვაქვს მოწყობილი. აი ვიდეოშიც მაქვს ახსნილი სამურავი, როდის უნდა დავაყენოთ, როდის მოხსნა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა დაიგიდა რა თქმა უნდა ეგ ვიდეოც და ჩემი ახსნა განმარტებებით შესაბამისად თოვლი რომ მოდის, ყველა მაშინ აყენებს სამურავს, ზამთრისას და შესაბამისად ვულკანიზაციაში არსად ადგილი არ არის. ამას იმის დავრეკე ერთ-ერთ ვულკანიზაციაში და დაახლოებით 14 დღის მერე გვექნება ადგილიო. სამურავის აწყობაზეო და ზუსტად ეგ არის მიზეზი, რის გამოც ესენი აქ გვიწყვია და იმედი მოქეს ზამთრის სამურავების დაყენების ციებ-ცხელება გადაივლის და მე დავაყენებ ამ დისკებს უკვე მანქანის. ყოველ შემთხვევაში შეღებილია გამზადებული ესე კიბის ქვეშ ჰარი პოტერის ადგილზე ალაგია. აი, წავიღეს ეს რაღაცეები. ხა უნდა წავიღო ისე რომ თავქმა არ დავილეცო, დაბლა არ დავობ და თან გადავიღო. აბა ნახო საკუთია. ოპა, კაი, ეს ყველაფერი კაი და კარს როგორ ვარ მეტა. ძიმია. ძალიან. ბაბო გარი გამიღერა. ეხლა რა პაპუშებო. იმედი მაქვს. მეტა ამ დეხას ესაკეთებს. პაპო გელოდები. პაპო დაბოდიალოს. ხო თქვი შემოვადგა. ისე customer-ში მიმაქ, customer-თან მიმაქ. ხო, ისე customer-თან მიმაქ შესაძლებელი ჩატარებად. შავი პრიალა გახდება. ესე გავაგზავნოთ რენჯისთვის ჩამოსული მეორე პარტია ნაწილების განყოფა. ამაზე ვერ მოვითქმნია და იდეაში 5-ს მჭირდებოდა და ცოტა ნაადრევად გავხსენი. წავა, რესტის სტოპები. იდეაში სტოპები ჩამოვიტანე, იმიტომ რომ თავისები დაზიანებულია, შიგნიდან რაღაცეები აქვს რა. და იმის დაშლა, აწყობა და დაშლა აწყობილზე მე შიგნიდან ანუ იდეალურად მაინც არ გამოვიდო და თან ეს უფრო მომწონს ვიზუალურად და გადავწყვიტე რომ ეს სტოპები უფრო მოუხდებოდა მაგ მანქანას. ნუ აიწყობა მე ვნახავ დანარჩენი რა გამოგვიდა. კაი, მოდი ახლა სტოპებს გავიტან აქედან და გადავიდეთ დანარჩენ ნაწილებს. რაც შეეხება ამ ნაწილებს, ეს არის ინჟექტორები, როგორც მჩვევია, აქაც ახალი ვიყიდე და რა თქმა უნდა, ორიგინალი ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ეს არის ის დეტალი, რომელმაც შეიძლება ყველაფერი უკონტროლო გახადოს და ჯობია ახალი გვეყენოს და ორიგინალი, ვიდრე ექსპერიმენტი ჩავატაროთ, თავისი დავტოვოთ და სადღაცას უადგილს მოკვდეს, ჩაასხოს და გაგვიფუჭოს ძრავი. ამიტომ, რაღაც კაი გვარიანად არის შესკოჩინი. მოკლედ ესე გამოიყურება Bosch-ის ახალი ორიგინალი ინჟექტორი და რა თქმა უნდა 6 ცალი გვაქვს და რა თქმა უნდა ჯობია ახალი დავაყენოთ მეორადის დაყენებას, უბრალოდ ამ ინჟექტორების მეორადის დაყენებას ზოგადად პირდაპირ შევქმნის ინჟექტორს მეორად საერთოდ არ ვიმხრობ, იმიტომ რომ რეალური შემოწმების მეთოდი, სტენდი ყოველ შემთხვევაში მე არ მეგულებო თუ სადმე არის რამდენიმე ადგილი სადაც ამოწმებენ, მაგრამ რამდენად რეალურ სურათს დებენ ეგ არ ვიცი რა და ყოველ შემთხვევაში მაგ ექსპერიმენტის ჩატარების არანაირი სურვილი არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირიან ტექნიკას ეხება საქმე და $5,000 და მეტი როგორ დახარჯული ძრავზე, იქ ინჟექტორზე დაზოგო და ექსპერიმენტი ჩაატარო, არ მიმაჩნია სწორად. ამიტომ ამ შემთხვევაში ახალი ინჟექტორებით ვიქნებით წარმოდგენილი როგორც სხვა შემთხვევებში. ან ძვირია, ერთიანად გადასახდელათაც ძვირია და ნუ იდეაში ინჟექტორია და შეიძლება ვიფიქროთ რომ რა უნდა მოსვლოდა და მოდი ძველი დავტოვოთ, მაგრამ როცა არის საუბარი მაღალი წნევის ინჟექტორებზე, მაღალი წნევის ინჟექტორში ვაგრისკებზე წასვლა არ არის. იმიტომ პირდაპირ ცილინდრში ვასხავთ და შეიძლება მანამ გააფუჭოს ცილინდრში ყველაფერი, სანამ მივხვდებით რომ რაღაცა ინჟექტორთან პრობლემა გვაქვს. ხა რაც შეეხება ამას, ეს დეტალები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, როცა ამ ძრავზე გვაქვს საუბარი და ეს დეტალები ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არ არის ორიგინალი და ორიგინალის შემცვლად გამოიყენება. ანუ ახლა ნახეთ ჩანაფიქრი რა არის. ორიგინალის შემცვლად გამოიყენება ნიშნავს იმას, რომ ორიგინალი ეს დეტალები ქარხნულად გაცილებით დაბალი ხარისხის და გაცილებით ფუჭებადია, ვიდრე ამ შემთხვევაში შემცვლელი და ეს არის ალუმინის თლიანი კომპლექტი, ანუ ქარხნულად ეს პლასმასები დგას მანქანაზე, წყლის არხებია მიმმართველები და ქარხნულად პლასმასები აყენია, რომელიც იბზარება წყალსღურის და იდეაში 5-დან 20-ს და 3-დან 0 კომპრესორსაც მთავარი მიდრეკილება გაფუჭებისკენ რაც აქვს, არის წყლის სისტემიდან, ანუ გაგრილების სისტემიდან გამოწვეული, ასევე პომპასაც ახასიათებს გაშვება, იმიტომ რომ პომპა ორ ნაწილიანია ქარხნულად და ორ
მონაწილიანი პომპა თლათ ისე ვერ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს და შუაში იცის ხოლმე გაშვება, ანუ შეიძლება ფრთები მთელი კონდეს, როლიკი ყველაფერი მთელი კონდეს, მაგრამ მაინც ხალხს უყრიდეს, გაგრილების სითხეს უყრიდეს და სამწუხაროდ მანქანას არ ახასიათებს დროულად მაგ პრობლემის ჩვენება, შეიძლება გადახურდეს და ვერ მივხვდეთ ისე გადახურდეს, ძალიან გვიან გვაჩვენოს რომ გადახურდა და ეგ გვიან უკვე ძალიან გვიანი იყოს, ანუ ფიზიკურად ვეღარ მოვასწროთ ერების გაკეთება და მაგის გამო ძრავი გაფუჭდეს. ყოველ შემთხვევაში ამ მანქანების უმეტესობას გაფუჭება, ამ ძრავების უმეტესობა გაგრილების სისტემიდან ფუჭდება და ამ შემთხვევაში ვიყენებ სპეციალურად ჩამოვიტანე ეს სისტემა, რომ მაქსიმალურად დავიზღვიო თავი და წყლის სისტემაში პრობლემა, ანუ გაგრილების სისტემაში პრობლემები აღარ მქონდეს. ეს არის წინა მხარე, წინა პლასმასის მილების შემცველებია, ეს კი უკანა პლასმასის არხის შემცველია, აქაც გაგრილების სისტემა აყენია, ანუ უკანაც გაგრილება თავარკებიდან თავარკში გადამსვლელი და ესეც სასურველია, რომ იდგეს ალუმინის, იმიტომ რომ ქარხნული პლასმასი როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ პრობლემურია და გაშვება იცის წყლის. ესეც ორ კომპონენტიანია, ორი ნაწილისგან არის აწყობილი და იმედი ვიქონიოთ, რომ აი ამ გადაბმაში არ გაუშვებს. იმიტომ რომ ეხლა რო ვაკვირდები, როგორც ყველა ალუმინის დეტალს, რომელიც ერთი ნაწილი მეორე ნაწილთან არის შეერთებაში, გადაბმაში და პლუს ამ ყველაფერს არც თუ ისე საამაყო ვოლტებით არის გადაჭერილი, პოტენციალი აქვს რომ გაუშვას. ამას აქვს შანსი რომ გაუშვას და იმედია არ გაუშვას. ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ცუდად არ გამოიყურება და ნახოთ პრაქტიკაში გამოჩნდება რას ისევს. კაი. ეს რაც შეეხებოდა გაგრილების სისტემის ნაწილებს, ეს რაც შეეხებოდა ინჟექტორებს და გაგრილებას, ასევე გაგრილებაზე გავაგრძელოთ და მივიდეთ ზეთის რადიატორთან. ესე გამოიყურება ზეთის რადიატორი, ეგრეთ წოდებული გოჭი, ჩვენთან გოჭს ეძახიან ამას. ეს არის ზეთის რადიატორი, ნისენსია, ამ შემთხვევაში იდეაში ავტომატიკა არა ქარხნულში, ნისენსი ერთ-ერთი საუკეთესოა და გაგრილების სისტემა იმდენად მნიშვნელოვანია მანქანაზე, რომ აქ ვერ დავზოგავდი. არა მხოლოდ ამ მანქანაზე, ზოგადად ყველა მანქანაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ დაზოგვა არ ღირდა და ამიტომ ვიყიდე ნისენსიას. მაგრამ გაგრილების და საწვავის სისტემა გვექნება ისეთი, როგორც უნდა გქონდეს, აი ძრავის რა გითხარით. ძრავიჩია ჩაინა. ტაქს, ესე იგი, აქ არსებულ ნაწილებს რაც შეეხება. გვაქვს ზეთის ფილტრები, სტანდარტულად 3 ცალი. იმიტომ რომ იდეაში ერთი არის თავიდან დასაყენებელი, მერე შუა აპკატკაში ერთი გამოცვლა და მერე აპკატკის ბოლოს მეორე გამოცვლა. ესე გამოიყურება ზეთის ფილტრი, თავის სამნეკი მოყვება, შაიბა არ მოყვება. აქ გვაქვს ალების სანთლები, პირდაპირ ის რაც მანქანას უწერია ყველანაირი ექსპერიმენტების და რაღაცა ტიუნინგის გარეშე და არც დაზაზორებას არ ვაპირებ. ზოგადად ირიდიუმის დაზაზორება კაი საქციელი ისედაც არ არის. ეს არის ალების სანთლები, რაც მანქანას უწერია, ეს რა თქმა უნდა ორიგინალია, ორიგინალი ეჟეკა ამ შემთხვევაში. ეს კი უკვე გალოკის ბოლტებია, ორი კომპლექტი, ანუ ორივე თავაკის. რა თქმა უნდა ახლები და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ისე წავა ჩვენ როგორც გვინდა. ეხლა რა ხდება მოკლედ რა, არ ვიცი მიღებს თუ არა, მაგრამ თუ მიღებს, სიტუაცია გვაქვს ესეთი, გუში რაღაცეები ავაწყე, რენჯის ძრავი, აი პაპორო ეფარება ეგ ძრავი რა. და აუბრალოდ აწყობა დავიწყე და გამოვიდა ისე რომ რამასაც გადავიღე, კამერამ არ ჩაიწერა, რატომღაც მოახერხა და არ ჩაიწერა. მოკლედ კალინვალი ძრავში გვიდევს უკვე, აგენა საიდან ჩავყო ხელი არ ვიცი, ესემბლი ლუბზია აწყობილი და ცოტა ტუგა ტრიალებს, ვიდრე უნდა ტრიალებდეს. ზეცებ გაცილებით მარტივი იქნება ამის ტრიალი და რაც ყველაზე მთავარია, წინა უკანა გაქცევაც, ჩემდა გასაოცრად რა, ანუ ეს ამ ყველაფერს ხა იმიტომ ხსნი რომ ჩინური კალინვალია და საერთოდ არ ვეოდი რომ თავის ადგილზე იდგებოდა. მაგრამ წინა უკანა გაქცევაც გვაქვს 2 სოტკა. 2 სოტკაა სულ მოძრაობა წინა უკანა. რაც ნორმის ფარგლებშია დასაშვებში ზის და ასევე ტრიალითაც არსად არ ედება, არსად არ იჭედება, ისე ტრიალებს როგორც უნდა ტრიალებდეს. რაც ძალიან სასიამოვნოა და ძალიან გასაკვირია ჩემთვის ამ ყველაფერთან ერთად. რომ არ ყვდე, აქამდე რო არ მოკვდა. ეგ გადავდივარ დანარჩენ პროცესზე, დანარჩენი რაღაცების აწყობაზე. და დანარჩენი რაღაცების აწყობას დავიწყებთ მოდი ჯერ წონებით. მოკლედ, სიტუაცია გვაქვს ესეთი. რენჯის ძრავის აწყობის პროცესი შეჩერდა, არ ვიცი წინა ვიდეოში რა ჩანდა და რა არ ჩანდა, მაგრამ რენჯის ძრავის აწყობის პროცესი შეჩერდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, რომ კლავიშები, ანუ როგორც მოგესალმებით, ჩინური ნაწილები ვიყიდე და მაგით ვცდილობ რომ ძრავი ავაწყო და მათ შორის კლავიშები ჩინური იყო. რაც საკმაოდ დიდი შეცდომა გამოდგა.
და გეტყვით ეხავე რატომაც. ნუ კარენოები ისევ შინდალაგია ჯერ არ მომიხსენე და არ ვიცი რა მდგომარეობაში დამხვდება, თუმცა შატონის კლადიშები მოვხსენი და შატონის კლადიშები გამოიყურება აი ეს. ხელით ტრიალისას. რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში ამით აწყობა არ შეიძლება, ანუ ეს არის ხელით დატრიალებულ ძრავზე და ზედაპირი უკვე მოწვეთილი აქვს. შესაბამისად ეს რომ დავქოქო, რავი, დაქოქვისას თუ არ დაისტუკა, ბევრს ნამდვილად ვერ გაივლის, შანსი არ აქვს. და ანუ ხელითაც იმდენად რბილია ეს ჩინური კლადიშები, რომ არ მგონია ამით მიზანშეწონილი იყოს რამის აწყობა. ამიტომ დავუბრუნდი ისევ ბოქსეთს და ჩამოვიტანე კლადიშები. ოღონდ, ეხლა რაშია საქმე, ბარემ ავხსნი აქ ამ ყველაფერს. ესე იგი, სად გავჩერდი? გავჩერდით კლადიშებზე, რომლის გამოწერაც მოგვიწია და მოგვიწია, იმიტომ რომ ხელით ტრიალში გარბენი მოვამატეთ ძრავს. გარბენი მოვამატეთ ძრავში იგულისხმება ის, რომ აი ამაზე რომ რამე აგვეწყო, უეჭველი ფატალურად დასრულდებოდა, ანუ შანსი არ იყო, რომ ამისგან რამე გამოსულიყო. შესაბამისად გამოვიწერეთ კლადიშები, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. Jaguar Land Rover-მა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს ძრავი რო გამოუშვეს, ქვედა მხარეს, ანუ ქარხნული კატალოგით, ქვედა მხარეს ბლოკის მხარეს ნაწილები არაფერი არ იყიდება. ანუ კალენვალი, კლადიშები, პორშინი, შატუნი, ყველაფერი და მათ შორის ბლოკიც იყიდება მხოლოდ კომპლექტში, ანუ თლიან ბლოკს ყიდულობ აწყობილს, სხვა ყიდვის საშუალება ფიზიკურად არ გაქვს. ჩვენ ახლა მაგდენი ფული არ გქონდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს, ანუ სისულელია, რა თქმა უნდა, მაგის ყიდვა. დაჟე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ჩინური ვიყიდე და ასე შემდეგ, ამ ძრავის აწყობა იმაზე ძვირი ჯდება საერთო ჯამში, ვიდრე BMW-ს M-ის ძრავის. გინდა ეს 55 და გინდა ეს 63. ანუ მეორადიც და ახალიც ნაწილები უფრო იაფიღებს BMW-ს ვიდრე BMW-ს M-ის, ვიდრე აი ეს წარაკოა 3.0 კომპრესორი, რომელიც აი რავი, არსად არ წერია რა, არაფერში არ წერია, მაგრამ ეგრეა. კიდე ერთი საკითხი, ჩინეთიდან ჩამოტანილი ნაწილების ბარემ კალენვალის საკითხიც გავიაროთ. კალენვალი ამ შემთხვევაში არის ქარხნული, არის ნაწერთობი, ანუ ეგრეთ წოდებული კოვანი და ჩინური არის ჩამოსხმული. ანუ რა სხვაობა ნაწერთობსა და ჩამოსხმულს შორის? მოდი მაგასაც ავხსნი ბარემ რა ზოგადად კოვანი კალენვალს რო იძახიან ხოლმე და ჩვეულებრივ ჩამოსხმულ კალენვალს შორის რა სხვაობაა კოვანისა და ჩვეულებრივ შორის? ესე იგი კოვანის ეგრეთ წოდებული ნაწერთობი კალენვალის მთავარი ხიბლი და ჩანაფიქრი არის ის, რომ მეტალის ბალვანკა არის ფიზიკურად დაპრესილი კალენვალის ფორმაზე და მერი არის უკვე გამოჩარხული. დაპრესიის პროცესში გაცილებით მყარი ხდება მეტალი, გაცილებით მეტი ჰაერის გამოდევნა ხდება მეტალიდან და ჩანაფიქრშივე, ანუ ლოგიკაშივე ბევრად ჯობია ჩამოსხმულ კალენვალს. ჩამოსხმული არის ყალიბში ჩასხმული მეტალი და მერი უკვე ის დამუშავებული. ამ შემთხვევაში გამოგვდის ის, რომ ანუ ქარხნულთან შედარებით კალენვალი პირდაპირ სუსტი გვაქვს. ამას ეხლა კიდე ჩვენ რო ჩინური კლადიშები დავაძალოთ, რომელიც არაფერში არ წერია. არ მგონია რომ კარგად დასრულდეს ეგ ისტორია. ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს ამდენი რაღაც, ამდენი დეტალი ჩინური აყენია და იმედი მაქვს, რომ ამ ჩინური დეტალებით რაღაცა მაინც გამოგვია. ყოველ შემთხვევაში კალენვალი ზომებში ზის, გაზომილია თავიდან ბოლომდე გაზომი ყველაფერი, პარამეტრი მწყობში აქვს. დატვირთვას რამდენად გაუძლებს, ეგ არ ვიცი. ჩანაფიქრშივე სუსტია ვიდრე ქარხნული, ანუ პირდაპირ უბრალოდ რომც არ შევადაროთ, არც მეტალის ხარისხი არის. ყველა სხვა პარამეტრი რო გამოვიწყოთ, როგორც მინიმუმ დამზადების მეთოდის გამო უფრო სუსტია ვიდრე ქარხნული. დანარჩენი რა იქნება გამოჩნდება ცოტა ხანში, მაგრამ იმდენად იაფად გვაქვს ეს ნაყიდი, რომ ამისგან ალბათ რაღაც ესეთ სასწაულს და კარგს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ იმედი მაინც ბოლოს კვდება და იმედია იმუშავებს. მოკლედ, ეხლა გადავედით ბოქსეთის ჩამოტანილი კლადიშების განყუთვაზე. კლადიშებთან დაკავშირებით ეს ბარემ ვიტყვი, ანუ ქარხნული კლადიშები 3.0-ის ფიზიკურად არ იყიდება, არ არსებობს, ანუ კატალოგშიც რო ეძებ, როგორც ვთქვით უკვე 3.0-ის არაფერი არ იშოვება. ამ შემთხვევაში ვეძებე პარამეტრები, ვეძებე ზომები, ზომების მიხედვით მე ქექე და მოკლედ ინტერნეტში ვიპოვე ის, რომ 5-დან 0-საც იგივე უყენია კლადიშები, ანუ დიამეტრი და ზომები ემთხვევა და იმედი მაქვს ფიზიკურადაც დამეთხოვა, ჯერ დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი მოძებნილი ინფორმაციით 5-დან 0-ის უნდა გამოგვადგეს, ანუ 8 ცილინდრიანის უნდა გამოგვადგეს და ნუ ნახოთ ეგ პრაქტიკაში გამოჩნდება, რამდენად გამოდგება ან არ გამოდგება. კიდე ერთი ფაქტორი 8 ცილინდრიანთან შედარებით ამას რაც აქვს, როგორც გითხარით, როგორც ნაწილები არ იყიდება, ასევე აწყობის ტექნოლოგია არ მოიპოვება ინფორმაცია, ანუ ოფიციალური სერვის მანუალი მაქვს ნაყიდი, რომ სწორად ავაწყო ყველაფერი, მაგრამ ოფიციალურ სერვის მანუალში გადაჭერის სიმძლავრეები ფიზიკურად არ უწერია 3-დან 0-ის ძირის მხარეს, ანუ ბლოკის მხარეს არაფრის აბსოლუტურად, სუფთა გარტყმაზე და გუმანზე ვაწყობ ამ შემთხვევაში და ვიდეაში 5-დან 0-ის თორქები დავესეს 5-დან 0-ის თორქები და იმით ვაწყობ. მაგრამ 5-დან 0-ის გვერდითა სამაგრი ბოლტები საერთოდ არ აქვს ბუგელების, კალენვალის ბუგელების, შესაბამისად რა იქნება წარმოდგენა არ მაქვს. მოდი ახლა ესენი განვყუთოთ.
როგორც ამ ბოლო დროს გვჩვევია და ყველაფრის განყოფაზე ვართ გადასულები, ესენს განყოფოთ, შევადაროთ ჩვენს ჩინურ ნაწილებს, რამდენად განსხვავდება ან არ განსხვავდება და დავიწყოთ მერე აწყობა. რაც შეეხება თვითონ ბრენდს, ზოგადად მე კინგის დიდი მოყვარული არ ვარ. ანუ არ გიждები ამ ბრენდზე, თუმცა აქვს, სწორად შერჩევის შემთხვევაში აქვს საკმაოდ კარგი პროდუქტები, ძალიან ძლიერი და დიდი კომპანია, უბრალოდ ჩემს სიმპათიას ვერ იწვევს ასე თუ ისე, სხვა ბრენდების მიმართ უფრო სიმპათიით ვარ განწყობილი, მხოლოდ ამის თქმა მინდა, მაგრამ აქვს საკმაოდ კარგი პროდუქტები და თუ სწორად შეარჩევ, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ მუშაობს. არის წესით კარენოი უნდა იყოს იმხელა 5-ში დევს. ბატონო, კარენოია ნამდვილად 5-დან 0-ია, რა თქმა უნდა და ნახევარმთვარეების მოყვება რაც ძალიან მახარებს. ნახევარმთვარეები როგორც ეზრავი რომ დავშალე ედო მხოლოდ 2 და 8 ცილინდრიანს როგორც ვატყობთ 4 გამოიყენება 8 ცილინდრიანში, ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ 2 გამოიყენება. ეს რაც შეეხება კლადიშებს, აქ კიდევ ერთხელ მადლობა ბოქსეთს. შატუნის კლადიშები, ამას პუტერი და ქვედა და ზედა მხარე არა აქვს. ტვირთის მიხედვით არ არის განაწილებული, მოდი ახლა ამას გავხსნი და ნახოთ ტვირთის მიხედვით არის თუ არა განაწილებული. C80-60. ეს იმპარკიდან ამოვიდა. მე მგონია რომ არ ექნება ამას პუტერები, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ დავწუნდეთ რომ ერთი და იგივეა. ის იყო იმპარკიდან ამოღებული 80-60 სტანდარტი კი ბატონო. ერთი და იგივეა ზედა ქვედა. მნიშვნელობა არ აქვს. ხარაც შეეხება ზედაპირს, ერთი შეხედვით რა სხვაობას გვაძლევს. ერთი შეხედვით გვეთყობა რომ ზედაპირში საგრძნობის სხვაობა გვაქვს. ბევრი რო არ ვიწყოთ, ერთი შეხედვით ეთყობა ზედაპირში სხვაობა. ეს როგორც წინა მხარე და უკანა მხარეს გაცილებით დიდი სხვაობაა. ეს არის უკანა მხარე. რაც შეეხება დრეკადობას. თითქმის იგივე დრეკადობა უნდა კონდეს ლოგიკურად. ნუ არა, კინგს გაცილებით ნაკლებია ამ შემთხვევაში. კინგი გაცილებით მყარია ამ შემთხვევაში. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. იმისთვის რომ დავწუნდეთ რომ ყველაფერს სწორად ვაწყობთ, ავიღოთ ერთი პორშინ შატუნი, სტენდზე ავაწყოთ. так, მე მგონი სიტუაცია ისე უკონტროლო ხდება, מחარას ხმა მისმის, ხო თქვი? როგორ ახარ מחარ? ნავახუსებზე ხო არ ბრძანდები? არა. რაღაცნაირად ძალიან სერიოზული სახით მოძრაობ. ჩამოვიდა? ხო. ჩაყდე ხო? არა, ეხა ვიწყებ. მე რას ეს ბევრად კაია? ბიჭო, ნუ შედარებაც არ არის რა. არ უტყალ מחარბანდის არის, შატუნია ჩარჩენილი. პორშინია ერთ შიგნით. ავანახოთ კაინვალი რას აკეთებს. מחარ ამას უყურე ერთას მოდი. ატრიალებს შეჭვა. არაც ვერ ვატრიალებ. ეხა კრუჩით რო დავატრიალო, იმას იზავს რა. ხო, თან დავხაზავ. და თან აი ტუნგა წაიღეს და ვერ ატრიალდება რა ხელში. მე ისევ გაჭედავს, დატრიალდება გაჭედავს. მე მაშინ თუ გააყალდი შეგა. გავატანინო. პოლტიპოეშო. იქ დავატრიალე შეგა. არა ძმაო დაანებე თავი რა უნდა დავატრიალო. იმენა ჩაადი. ძრავის საწყობაზე გადავედით და ორ სიტყვაში ლაკონურად რო ავხსნა. ეხლა უკვე ნახავდით მაგ პროცესს, მაგ ძრავს როგორ ვაწყობდი და რა ზომავდი, როგორ ზომავდი და ასე შემდეგ. მაგრამ ლაკონურად ავხსნა. ძრავის საწყობაზე გადავედით, კარენვალი დავამაგრეთ, არაჩვეულებრივად ტრიალებდა ისეთია როგორც უნდა იყოს, მაგრამ შატუნი დავამაგრეთ. ძველ კლადიშებზე, ძველს რაც ჩამოყვა ამ ჩინურებს იმ კლადიშებზე, დავამაგრეთ ახალ კლადიშებზე, მაგრამ სამწუხაროდ ძრავი არ დატრიალდა. დღეისთვის ამით დაგემშვიდობებით, შემდეგ ვიდეოებში ვნახოთ რა გამოვა.